სავალს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ესე ვთქვათ, არ ტყდება და თითქოს არაფერი ხდება. თითქოს ყველაფერი სულ ერთია მისთვის. ესე აჩვენებს, ყველაფერი მაინც თავისი დალაგდება, ფიქრობს. კიდე რას ფიქრობს? ფიქრობს, რომ ამ მომენტისათვის თქვენ ისეთი პოზიციები გიჭირავს, რომ თვითონ რო გამოვიდეს კონტაქტზე, ძალიან შეიძლება მწარე სიტყვა უთხრათ, ან რაღაცა მწარედ უთხრათ, რაც ისევ მის ეგოს დაარტყავს ცუდად და ეს მას არ მოეწონება, ამიტომ ურჩევნია, რომ თქვენი რეაქციის ეშინია და ურჩევნია, რომ თავისთვის იყოს. და იყოს ისე, თითქოს არაფერი ხდება. ახალი ჰორიზონტებისკენ იხედება, რაღაცა ზურგი გაქციათ, მაგრამ ძალიან მტკივნეული არის, ეს მარტივი არ არის მისთვის. იმიტომ რომ რაღაცნაირად თქვენთან ერთად როცა იყო, სახლში გრძნობდა თავს, ოჯახში გრძნობდა თავს, ფინანსური თვალსაზრისითაც უმართლებდა. ახლა რას ფიქრობს გავიგეთ და რას გრძნობს? გრძნობები გვაინტერესებს, აბა გრძნობები თუ აქვს ამ პიროვნებას თქვენს მიმართ, გრძნობები. ეცით რა არის, ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ეს ურთიერთობა არის საბედისწერო ურთიერთობა და რეალურად ეს ურთიერთობა არის ნამდვილად როგორც იტყვიან კარმული ურთიერთობა, რომელიც ორივესთვის რაღაცის სასწავლებელია. ნამდვილად კარმული ურთიერთობა, უმაღლესი ძალების ჩარევით. ყოველ შემთხვევაში ახლა ამ ვიდეოს ვინც მიყურებს და მომყვება, უნდა იცოდეთ, რომ ეს ურთიერთობა არის კარმული ურთიერთობა, რომელიც ძალიან ნელა ვითარდება. რაღაცა ილუზიებში ხართ ორივე, ანუ გრძნობები გვაინტერესებს ამ ადამიანის ჩვენ. გრძნობები ის რომ აქვს ნება თქვენს მიმართ, უნდა გამოიქცეს თქვენთან, ჩაგეხუტოთ, გაიხსენოს ძველი დრო, მაგრამ ერთ ფეხს გადმოდგავს, მეორე ფეხი უკან ეკაჩება. თქვენ ხართ მისთვის შანსი. ეს ეთulis, რომ ცხოვრებისეული შანსი ხართ მისთვის. ნამდვილად, აი ყველა არკანი, უმაღლესი არკანი რაც ამოვიდა, ყველა ამოვიდა, რომ მინმანიშნებელია იმის, რომ კარმული ურთიერთობა, სადაც ჩარეულია ზებუნებრივი ძალები და სამყარო და რაღაცის სასწავლებლად არის ეს ურთიერთობა. გრძნობები დაგვიმხილე. შეიძლება რამე მაგიური, არ ვიცი, ეს ცოტა ისეთი ბრალდება, მაგრამ რაღაცა მაგიის ან მანიპულაციის სხვა ადამიანის მხრიდან ზემოქმედების ქვეშ იყოს ახლა ამ მომენტისთვის ეს ადამიანი. კი ბატონო. მოქმედება უახლოესი ერთი თვის განმავლობაში დამენახე, რას მოიმოქმედებს ეს ადამიანი უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, რას მოიმოქმედებს, როგორ განვითარდება ურთიერთობა. ვიდრე არკანებს ამოვიღებ, ჩემ მეგობრებო, მინდა გითხრათ, როდესაც მსგავსი ტიპის გაშლებს უსმენთ, შეგიძლიათ თქვათ, რომ თუ პოზიტიური ინფორმაცია მე ვიღებ ამ ინფორმაციას მადლიერებით, ან შეგიძლიათ თქვათ, რომ მე განვიზიდავ ამ ინფორმაციას, კი არ ვიზიდავ, არამედ განვიზიდავ, ან არ ვიღებ ამ ინფორმაციას თქვენი სიტყვებით, როგორც თქვენ გაგიხარდებათ, ვინაიდან ადამიანის ტვინი პროგრამდება, ესე ვთქვათ, დაპროგრამებას ექვემდებარება. ანუ სიტყვებს როგორც ვიცით, აქვს ძალიან დიდი ძალა და როდესაც სხვა ადამიანი გაშლებს გვიკეთებს და ასე შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია რომ ნეგატიური ინფორმაციას თუ მოვისმენთ, უბრალოდ არ მივიღოთ ეს ინფორმაცია, არ მივცეთ უფლება, რომ შემოვიდეს ჩვენს ცხოვრებაში ეს პროგრამა და არ დაიწყოს მუშაობა ჩვენს წინააღმდეგ. ხოლო პოზიტიურ ინფორმაციას როდესაც ვიღებთ, მადლიერებით მივიღოთ, თუ ჩვენ ეს გვინდა, რომ ესეთი კუთხით შეიცვალოს ჩვენი რეალობა. და ასევე მინდა გითხრათ, რომ
სამყაროს აქვს ჩვენი მომავლის განვითარების უამრავი გზა. მაგალითად, მე შემიძლია ახლა წამოვდგე და სახლიდან წავიდე, მაგალითად, ან მაღაზიაში, ან ჩავჯდე ავტობუსში და წავიდე მეგობართან, ან ნებისმიერი გზა ავირჩიო ჩემი რეალობის განვითარების. აქედან გამომდინარე, უამრავი გზა არსებობს ჩვენი რეალობის განვითარების და ტარო გვიჩვენებს მხოლოდ ერთ-ერთ გზას. ჩემო მეგობრებო, როდესაც ისმენთ პოზიტიურ ინფორმაციას, მიიღეთ მადლიერებით და როდესაც ინფორმაცია, რომელიც თქვენ არ მოგწონთ, არ გინდათ რომ მიიღოთ თქვენს რეალობაში, უბრალოდ თქვით რომ არ ვიღებ ამ ინფორმაციას, ან თუ სიტყვა არს გამოყენება არ გიყვართ, განვიზიდავ, თქვენი სიტყვებით რაც გსურთ, რომ ამ პროგრამამ არ იმოქმედოს თქვენზე ნეგატიურად. ეხლა კი უახლოესი ერთი თვის განმავლობაში როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა. მეგობრებო, როგორ განვითარდება და განვითარება იქნება ამ ურთიერთობას რაღაცნაირად, იმიტომ რომ ეს ადამიანს წამოუვა ნოსტალგია თქვენი წარსულის. შეიძლება დიდი ხნის ურთიერთობა გაკავშირებთ, ან იმდენად სუფთა ურთიერთობა გქონდათ, ანუ ემოციურად იმდენად ხარს უჭერდით ერთმანეთს, რომ ახსენდება ეს ყველაფერი. გრძნობები აქვთ, მაგრამ არ ვიცი, ამომდის მესამე ფაქტორი, ვიღაცა ადამიანი და თუ თვლით, რომ არავინ მსგავსი ადამიანი არ არსებობს, შეიძლება იყოს, არ ვიცი, ოჯახის ახლობელი, დედა, ან ნებისმიერი ისეთი ადამიანი, ან ისეთი მეგობარი, რომელიც თავისი ენით შესაძლოა ცუდად ერეოდეს ამ ურთიერთობაში. ურთიერთობას ექნება განვითარება ერთი თვის განმავლობაში. გაახსენდებით და გამოვა კონტაქტზე. მაგრამ გამოვა როგორ იცით, არ გამოწყდება, რაღაცნაირად ცბიერად გამოვა, ისე გამოვა, რომ თვითონ აღმოჩნდეს მოგებული ისევ, რომ თავისი ეგო არ შეილახოს. მოენატრება თავისი დედოფალი და გამოვა კონტაქტზე. მოკლედ, სულ ეს არის მეგობრებო, მე მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, მადლობა გამოხმაურებისთვის. ჩემთვის თითოეული თქვენთაგანის კომენტარს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუნდაც ერთი რო წავიკითხო და რაღაცაში წაგადგათ ამ მომენტში, იმიტომ რომ ყველამ გამოვიარეთ ალბათ მსგავსი სიტუაციები და მინდა რომ ყველა ქალი იყოს ბედნიერი და ყველა ადამიანი დედამიწის ზურგზე და ჩემის მხრივ ძალიან დიდ ხანს ვებრძოდი, შეიძლება ესე თქვა საკუთარ თავს, რომ არ ჩამეწერა მსგავსი ვიდეოები, თუმცა სურვილი მქონდა რომ ადამიანებს დავხმარებოდი და არ ვიცი, ხანდახან არის ხოლმე რომ მიდიხარ სხვა მიმართულებით და მაინც იქით გაბრუნებს ღმერთი სამყარო, სადაც ალბათ გულის სიღრმეში ყველაზე კარგად გრძნობ თავს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.